ბოლო 10 წლის განმავლობაში და უფრო ადრეც. ზოგიერთ კრიტიკოსის ლეგიტიმური და სრულიად არალეგიტიმური, გაზეთ ასავალ-დასავალის და სხვა ბინძური პრესისა და ჭორების გაღვიების, ბრაზისა და გაღვიებული ჭორებით მე გაღვიებული ბრაზისა და სიძულვილის. ყოველ წელს უნდა დავასახელო საუკეთესო ადამიანები და საუკეთესო მწერლები და პოეტები, რომ არ ვიცი, მე მგონი სულ მუდმივად იქნება ეს პრემია, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ, ესე ვთქვათ, სტიმულს მაძლევს პირადად მე. განათლების მიღება საპირფარეშოშიც შესაძლებელია. და არა თუ შესაძლებელი, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოც კი. ბარებს არ დავასახელებ, მაგრამ ისეთი ავტორებიც კი ვიცი, ვინც საპირფარეშოში არა თუ კითხულობს, წერს კიდეც. ლექსს წერ მე არასდროს არ მითქოს, მაგრამ ყველა ლექსი ალბათ დაწყებული მაქვს სველ წერტილში, ტუალეტში, ყველა ლექსი, იმიტომ რომ მე შევდივარ წიგნებით, ფურცლებით და ასე შემდეგ. ეხლა უკვე კომპიუტერიზირებულია სამყაროზე. შესაბამისად. და უნდა ითქვას ეს ერთხელ და საბოლოოდ სამუდამოდ თუ რაღაცა, რომ ყველაზე დიდი ხელოვნება იქმნება დიახაც, იკითხება და იქმნება სწორედ ამ ადგილზე, სადაც მარტო ხარ. ადამიანის თავზე დამთხეული ფეკალიები და თესლი მოიყვანს ახალ ცხოვრებას, როგორც წვიმას, რომელიც დანამავს ღალიან მინდვრებს და იქიდან აღმოაცენებს თავისუფლების მეომრებს, ხოლო მერმე ამათ თავისუფლების ამ მეომრებს მოიმკიან, გათიბავენ და გალეწავენ და მათი დაფქული მხრიდან მოზელენ ცომს, რომელსაც თავისუფლების ქალები თავიანთ მენსტრუალურ სისხლს შეურევენ. რაღაცა სუსტი, პატარა გამოცემა ტაბლოიდური, როგორც არის ხოლმე ბევრ ქვეყანაში, ხო? დღეს უკვე პოლიტიკურ დღესდღეობასაც ქმნის თითქოს, ხო? ეს ერთი, მეორე, ეს გაზეთი უკვე ტრაბახობს იმით, რომ მათ მოახერხეს ის, რომ ზურაბ-ხარუმიძეს არ ნიშნავენ, მათ მოახერხეს ის, რომ კონსტიტუციაში იწერება სულად არასაჭირო რაღაცა ფორმულირებები ოჯახის შესახებ. ეს გაზეთი უკვე არა მხოლოდ რაღაცა მარგინალური გამოცემა, რომელიც თავისთვის სადღაც გამოდის, ეს გაზეთი უკვე პოლიტიკურ დღესდღეობასაც ქმნის. მე მგონია რომ მაინც კარგი იქნებოდა რომ არ ვიცი პენ-ცენტრი იყოს ერთ-ერთი, არ ვიცი ცალ-ცალკე და ინდივიდუალურად ყველა ჩვენგანი, ცალ-ცალკე მწერლები, ადამიანები, მოქალაქეები არ აქვს ამას მნიშვნელობა, გუჩიოთ და ეს დაიწყოს რაღაცნაირად გადავიდეთ შეტევაზე. მე და TBC ბანკმა დავიწყეთ სიცრუის და სიყალბის წინააღმდეგ კამპანია. TBC ბანკი გაზეთ ასავალ-დასავალისაგან ბოდიშის მოხდა სანცილის მწარმოებული პუბლიკაციებით მიტარებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. სარჩელი პერიოდული გამოცემის წინააღმდეგ უკვე სასამართლოშია შეტანილი TBC-ის ინტერესებს ზვიად კორძაძე იცავს. კომპენსაციისათვის მოთხოვილი 160,000 ლარი თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარებას მოხმარდება. ხდება ისეთი რესპონდენტების გამოყვანა და თქვენ შეგიძლიათ გადავლოთ გადასვლელი და მივხვდებით, რომ მაგალითად ერთ გვერდზე არის რამოდენიმე KGB-ს გენერალი, ისინი ცნობილები არიან, როგორც ესე ვთქვათ, ჩვენი დამპყრობი ქვეყნის გენერლები. აი ესეთი რესპონდენტები ყავს ასავალ-დასავალს. გასაგები იყო აბსოლუტურად ჩემთვის პათოსი და მინიშნებები KGB-ს გენერლებთან და ასე შემდეგ დაკავშირებით ეს აჭრილოვაშვილი გავს ზუსტად იმ კამპანიას, რასაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მიხეილ სააკაშვილი აგერ სულ უკანასკნელი ეთერიდან გუშინწინ ლაპარაკობდა ასავალ-დასავალის მოსამართი და ჩემთვის სამწუხაროდ დღეს უკვე მართლა აღარ არის გასაკვირი რატომ საუბრობს მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პათოსი. ასავალ-დასავალის პროპაგანდა ზუსტად იგივე რაც რუსული და დარწმუნებული ვარ ბევრი კავშირებიც არსებობს. ასავალ-დასავალი გაზეთი ასავალ-დასავლები. მაშინ იყო მასშტაბელი ასავალ-დასავალი. მე როგორც ბიზნესმენი მინდა პირდაპირ ვთქვათ, ისინი მალე გაკოტრდებიან. მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის სურვილით, რომელიც მათ სისულეში საბედნიეროდ ბოლომდე ვერ მოიყვანეს. და მე რჩება შთაბეჭდილება, რომ იმას, რაც ვერ მოასწრო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა, დღეს ცდილობს სისულეში მოიყვანოს
ბატონმა მამუკა ხაზარაძე და რაც ყველაზე სამწუხაროა მათ სურთ ამის გაკეთება თქვენი ხელით, სასამართლოს ხელით და კანონის სახელით. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ეს მთელი კამპანია არის მიზანმიმართული, დაგეგმილი ჩემს პიროვნების წინააღმდეგ, წარმატებული საქართველოში მოღვაწე წარმატებული ბიზნეს ჯგუფის წინააღმდეგ და უბრალოდ ჩემი მოწოდება, რომ ყველა იმ სტატიაში, რომელიც შემდგომში იქნება და რომელიც იყო გამოქვეყნებული, მათ მიუდითონ დამკვეთი თუ ვინ არის ამის უკან. ხალი არ შეიძლება იყოს ნახევრად ორსული. ხალი ან არის ორსული, ან არ არის ორსული. იგივე შეიძლება იყოს ღირსებასა და პატივზე. ადამიანს ღირსება და პატივი ან აქვს, ან საერთოდ არ აქვს. არ შეიძლება ღირსება და პატივი ადამიანს ჰქონდეს ორშაბათს და სამშაბათს და ღირსება და პატივი არ ჰქონდეს ხუთშაბათს და პარასკევს. მაინტერესებს ვინ უკვე თავს ბატონ მამუკა ხაზარაძეს უკაცრავად პასუხია და იმ უბორნიის პოეტებისა და ტუალეტის ჯგალელების დაფინანსებას, რომლებმაც თავად ბინძური ლექსები წარეკეს მთელი საქართველოს. მაგალითად სირი, შიბლა, დიშლა, ბალაყანა, კინკი, ვინკი, კუტუ, ჭუჭუ, ჭუჭულიკა, კიტრი, ყლე, რომელსაც საბას განმარტავს როგორც მამაკაცის სარწმუნოებს და ბარეხა მაქვე სარწმუნელი, მადლობა უფალს, შაბანა, შამბალა, წუნწურა, პიტალო, საოხრე. Гораздо лезть, из гора бросаться, очень много шансов есть небо оказаться. Гогия, Гогия, Шантаурия, Гогия, Гамарджава, Генацвале, Шантаурия, Гогия. საბა არის აბსოლუტურად ქართული ფენომენი, თვითონ დაიბადა საქართველოში, ფეხი აიდგა და საქართველოში იქნება ეს პრემია ყოველთვის. ფრესკა არ ვიშალოს. ეი ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს. სხვა მართოხნოს ჩემი ყანა, არც ჩონგური ჩემი თალოს. მე ისეთი მგლები მყვანან, ალგეც მტერმა ვერ დათვალოს. ალავერ ჩივანთებს სანთელს, იმ გმირების წასვლას ვნანობ. არტანუჩთან ხვდები ხანძთელს, რომ ფეხები ცრემლით ვბანო. ბერი, თათრი სანაკუწი, გვარიდებდა სისხლის კალოს. ყველა დუშმანს როგორც უწინგზა, თევდორემ გაუკვალოს. ვინა გაკრა საწიზეცას, გორგასლანის დიდო ფარო, აქ აბჯარი მთასაც ეცვა, აქ თამარი დედოფალობს. ღმერთმა ჭირი გვაშოროს და შოთას ფრესკა არ ვიშალოს. ეი ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს.